მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, კონსერვატორია ძალაშია, ჩვენ ვიწყებთ კონსერვატორიას და ვიწყებთ საერთაშორისო ამბებიდან გუშინ ჩვენი პრემიერი გახდათ გუშინ წინ გახდათ აშხაბადში ძალიან მნიშვნელოვან ფორუმზე და პუტინის გვერდით მოუწია ცდომა, თუმცა თუმცას რატომ არ ვიცი. სიტყვაში ახსენა, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული და ხაზი გაუსვა მშვიდობის მნიშვნელობას. იდიოტებმა და ეხლა რეესტრი იქნება პატარა გადახვევა, ისიც რომ რაღაცა რეესტრი იქნება, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების რეესტრი იქნება. პატარა გადახვევას გავაკეთეთ ბოდიში. ხო და არ ვიცი, აი, ხო გვაბრალებენ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი შხამით მოწამვლას ადამიანებს და ამაზე არ ატყდა ამბავი ისეთი, ვერცატყეო და ტყუილი იყო. ნუ რუსეთის მონობას გვდებენ ბრალად და ამაზე ატყდა ძალიან სერიოზული ამბავი. მე მგონი ყველაზე მძიმედ ამან დააზიანა მე პროტესტები, რაღაცა რეესტრი მოხდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოხდება. გაუჭირდება დამტკიცება, რომ არ არის. არა, ხო, შესაბამისად, არა, უკვე დაიწყეს ლაპარაკი, რომ ჩვენ იქ არ მივართ ექიმთან, ანუ რამდენი დადის ექიმთან, ხვდები? ანუ ხო, დარწმუნებული ვარ. და აი, და მაგათი შიდა ჯგუფები რომ ნახო, მთავარი სალაპარაკო თემა ანტიდეპრესანტები და როგორი, ანუ ფსიქიატრი თulis რომ არ არის ნორმალური. შესაბამისად, ამ რეესტრის ეშინიათ როგორც რა ვიცი, რაღაც ესეთი შუა საუკუნეებში იყო ესეთი ცნობილი მოლოტ ვეძმ. არ ვიცი ეს წიგნი იყო იმის. ხო, წიგნი იყო, სადაც ეს ეშმაკეული ქალები, ქაჯები, შეპყრობილი ქალების სია იყო და ეშინოდა დაახლოებით იგივეა. გამოვლენის მეთოდებით. მოკლედ ეს გვერდით გადავდოთ და აღშფოთდნენ ეს შეპყრობილები, აღშფოთდნენ და მე დაისვა ძალიან ლოგიკური შეკითხვა. პუტინი მეგობრებო, რაც არ უნდა არ მოგხსოვდეს ჩვენ, რაც არ უნდა ოკუპირებული არ ქონდეს ჩვენი ტერიტორიები და ეს ასეა. დადის სხვადასხვა რეგიონში შეხვედრებზე. თითქმის ყველა შეხვედრაზე ჩვენს რეგიონში, აზიის რეგიონში მას პატიჟებენ. ცოტა ხანში ტრამპი დაამყარებს მასთან კომერციულ ურთიერთობას და გეგმას არსებობს, როგორ უნდა გაკეთდეს G5, ანუ რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და ასე შემდეგ, ხო? G7-ის ნაცვლად. რა ვქნათ ახლა ჩვენ? რა გავაკეთეთ? არ ვიაროთ არსად? ანუ ხაზი უარი ვთქვათ ჩვენს აი ამ უცხოურ თანამშრომლობაზე ამ მიმართულებით, სადაც ცოტა ხანში მეცაც გეტყვი ევროპაში დაპატიჟებენ. აი დაარწმუნებული ვარ 100%. იუდოს ნაკრებს უკვე მიცეს უფლება, რომ რუსეთის დროშის ქვეშ გამოსულიყო და ეგეთი იუნიორ ოლიმპიელებს მისცეს. და ნელ-ნელა ხდება. შედიან სხვადასხვა ევროპაში თუ არ დაპატიჟებენ, თვითონ ევროპელები ჩაბრძანდებიან იქ მოსკოვში. ნუ ევროკავშირის რამდენად ექნება. რამდენად ექნება. ან წითელი არმია მივა მათთან, არ ვიცი, ხო იცი როგორც არის რა. შეხვედრა გარდაუვალია. ჩვენ ამას რატო ვამბობთ, რომ რეალისტები უნდა ვიყოთ თო ვერ ვიტყვი. ავადმყოფები არ უნდა ვიყოთ, მეგობრებო, ძვირფასო ლიბერდებილებო. აი ავადმყოფები არ უნდა ვიყოთ რა. ეხლა რაც შეეხება მიმდინარე ამბავს, ჩაიშალა ის გეგმა, ზელენსკიმ ჩასალა ის გეგმა, რომელიც ჰქონდა ტრამპს და პუტინმა გასაბრძანება და ყველამ ნახათ ეს, რომ შეუტიო სევერსკი აიღეს უკვე და არნახული ნაბიჯებით მიდიან წინ. რაც ძალიან ცუდია უკრაინისთვის. არნახული ამ ომის მასშტაბებიდან გამომდინარე. ძალიან ცუდია უკრაინასთვის, უკრაინა ალბათ დაიშლება მარტივ მომრავლებად. ეს რა თქმა უნდა არ გვახარებს, ხო? ეს ფაქტი ამას არ უნდა ზედმეტი მიმოხილვა და ასე შემდეგ. ასევე ტრამპი ცდილობს, რომ თავის კონტინენტებზე მაინც შეინარჩუნოს მონოპოლია ძალადობაზე, ძალაზე, კონტროლზე და სთავაზობს ფართო ურთიერთობას როგორც ჩინეთს, ისე რუსეთს. ესეც ფაქტია, G5 ვახსენეთ და ხვდებით, ხო? ევროპა სულ უფრო და უფრო იძირება ქაოსში და ამას მე არ ვამბობ და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ევროპა იძირება ქაოსში. ორბანმა გამოაცხადა აჯანყება ევროკავშირის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ევროკავშირმა უთხრა, რომ უნდა მიიღო დევნილებიო, თორე დაგაჯარიმებთო. ჩეხეთში გაიმარჯვა კონსერვატორმა, ევროსკეპტიკოსმა, პრემიერმა და შეუერთდა აი ამ გუნდს, ორმასა და ფიცოს. ბულგარეთში, ეხლა რომ უხარიათ ამ იდიოტებს, ბულგარეთში პროევროპული ხელისუფლება გადადგა და გადადგა არა იმიტომ, რომ ზედმეტი ევროპული, ასე ვთქვათ, მიდრეკილებების გამო, იმიტომ რომ ბულგარეთი უნდა შევიდეს ევროზონაში. და არავის არ მოსწონს, არ უხარია, იმიტომ რომ ეს მეტ სიდუხჭირეს გამოიწვევს. მოკლედ, აი ეს ვითარება არა.
როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს? შექმნას რეესტრი და ლუმინალი მისცეს ყველას, ამიგლუკოზა. აი რა ვითარებ. შალო პირველ რიგში დავწუთ იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომელიც აქვს ახლა, რომელიც ადასტურებს ძალიან ბევრ რამეს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მარტივ რამეს, რასაც ადასტურებს, რომ რუსეთს და საქართველოს არ აქვს არანაირი რაღაც მეგობრული ალიანსური კავშირი. ანუ ეს როგორ არის? ეს არის აბსოლუტური რეალობა. იდეაში შეიძლება დაფიქრება იმაზე, რომ საქართველოს გააძლიეროს მაგალითად ეკონომიკური კავშირი, რომ უბრალოდ უკეთ ვისთან? რუსეთთან თუნდაც. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ის არის რუსეთთან ეკონომიკური კავშირებზე ვარი. არა, მე მგონი უფრო მეტი შეიძლება. იმიტომ რომ როგორ არის, რომ ეხლა ჯერ კიდე ჩვენ ქვეყანაში ვქავს რაღაც შეშლილ ქალთა კომიტეტი, რომელიც აგრესიულ მილიტარისტ ქალთა კომიტეტი. ხო, ეგ ჩემი ტერმინოლოგია. აგრესიული მილიტარისტი დიასახლისი. არა, რა თქმა უნდა. აგრესიულ მილიტარისტ დიასახლის და კომიტეტები არსებობს, რომელიც განსაზღვრავენ ქვეყანამ რა უნდა გააკეთოს. ქვეყნის გეოპოლიტიკა. ომის დაწყებას. კი, ანუ ომის დაწყება. როგორ მიმდინარეობს ომი? ვის უნდა ველაპარაკოთ? ვისთან გვერდით დგომა ფოტოში უნდა შეგვცხვეს, ვისთან არ უნდა შეგვცხვეს, თუ მაგალითად იქნებოდა სამი ბალტიისპირელი ქვეყნის ეს იქნებოდა სასწაული. დევდარიანი, რომელიც აგრესიულ მილიტარისტ დიასახლისად არის განეკუთვნება, ოღონდ დიასახლის რომელიც კერძების კეთება დარწმუნებული რა არის. ეგ შავა საერთოდ ხო დიასახლისი არ არის თქვა აშხაბადში ჩატარებული ფორუმის საერთო ფოტო რო ნახა მე ზიზღება ყველა ძალიან ქალური ის ქონდა რომ ყველა ეზიზღება თურქეთის პრეზიდენტი ყველა აი ვაფშე ვინც იქ არის თუ მამაკაცები გულისხმობს ხო ეგეც შეიძლება სხვათა შორის შეიძლება პლუს ამას დავამატოთ ან ორივე ერთად მოდი ესე დავამატოთ ერთი დეტალი რა რომ აქ ეს ნაივური პოზიცია რომ საქართველოს არა კავკასიაში მდებარე ერთ-ერთი სახელმწიფოა, არამედ ბელგიის გვერდით ლუქსემბურგის უფრო დიდი ვარიანტი, ეს არის კი, სულვილად ბაზარი არაა, ძალიან კარგია. მაგრამ რეალობა ხო მე არა მახსოვს არტექსტი. არა, შალხე. ეხლა რომ დავბადებული იყავი იქ, ალბათ მერჩინა ვიდრე საქართველოს დავბადებულიყავი და ამ კულტურაში გავზრდილი იყავი, ვიდრე რომ წარმოვიდგენ იმათი პოზიციიდან. აქ რა ხდება რომ ხარ საქართველოში და იქ მაგრამ ხანში იქაც პრობლემები იქნება ძალიან დიდი. და ჩემი აზრით და აქ არ იქნება. აქ ჩვენ მივაგენით შეგნებულად ძალიან მაგარ რამეს. ჩვენ მივაგენით რომ საქართველოში მშვიდობის ფასი არის ძალიან უნგებიანი. ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური ეკონომიკური აღმავლობა. ხალხო გვაქვს ეკონომიკური აღმავლობა, იმიტომ რომ აი ყველაზე მარტივ მაგალითს გეტყვით რა. საქართველოს მთავრობამ ბოლო 2 თვეში იმდენი პროექტი დაანონსირა, იმიტომ რომ ფული გაჩნდა. ფული გაგვიჩნდა რომ რაღაცები გავაკეთოთ. განათლების რეფორმა აბა მაგარი ძალიან. ანუ განათლების რეფორმა რომელზეც არ ჭირდება ამა 15 წლის წინ მე და ჩემი მეგობრები ნუკლი და ვიღაცები ვლაპარაკობდით ახლა იქეთა ფრონტზე რაც უნდა გაკეთდესო, უცებ აღმოჩნდა რომ ვაკეთებთ. შეგვძლებია თურმე. იმიტომ რომ საქართველოს ამ პოლიტიკით გაუჩნდა ფული ამის გაკეთებისთვის, იმიტომ რომ სინამდვილეში აქ ლაპარაკი შეიძლება იყოს დეტალებზე, რომ ეს არ მოგწონს, ეს მოგწონს და ოღონდ კარგია. კი, ოღონდ აქ ლაპარაკი არის ისეთ რაღაცებზე, აი შეგწხვება, რომ ვიღაც ტიპები, ანუ ძალიან მარტო რამის ვიტყვი რა, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ეხლა ნახულობს ახლანდელ განათლების სისტემას და ამბობს, რომ მოწონს, არ არის ნორმალური. ეხლანდელზე ეგ არის არავი ორჯეროვანი. გუშინ ფიქრობდი ზოგადად აი ამ დისკურსში რამხელა წვლილი შეიტანა პოზიტივი, რამხელა წვლილი შევიტანეთ ჩვენ აი ეს რაც დღეს ხდება. ცოტა თავდაბლურად არა. ზუსტად არის სხვებთან შედარებით. არ უნდა ვიყო თავდაბლები, იმიტომ რომ 2019-დან დავიწყეთ და ის რაც დღეს არის ჩინეთზე საუბრობდით და ჩინეთი აღმავალი ძალა და ყველაფერს წორსვავ. ესე იგი საუბრობდნენ რომ ეს კომუნისტური არის, რა დროს ჩინეთი არის, რა სისულელე. ტრამპიც გადავარწო. ისაც დასავლეთის კრიზისზე საუბრობდით, ხო? ლაპარაკობთ სულ დასავლეთის კრიზისზე რა გვიწოდეს ამის გამო რა არ გამოვიდეს, ხო? ხო, ჩვენი მოშორებულია ბაი. LGBT არის ვაკრიტიკებდით ბატონო. ყველა LGBT-ს 2019 წლიდან არ ვაკრიტიკებდი. მაგრამ მანამდე ეგ არ გვინდა. არა, მე მახსოვს. თავარი განსხვავება რა ყოფილა წინაზეც ზადამ თქვა გამავიწო იმ ადამიანის სახელი რო ახსენა რომ აფინანსებით ქართულ უიკელერსონი ხო დაზვერვის ერთ-ერთი რო ახსენა თურმე ესე იგი იმიტომ აფინანსებენ მთელ ამ ქართულ ლიბერალურ ინტელექტუალებს რომ იმხოტები მუმიაში რომ არის ხო ის ემეორებინა თუ დასავლეთი ყველაზე ძლიერია დასავლეთი იმართება ეხლა ცოტა დაერხა და რეალობის სურათის აბსოლუტურად განსხვავებული შეექმნათ რა და
აღმოჩნდა რომ ის რატომ ვიყავით სწორი თავისთავად იმიტომ კი არ ვიყავით სწორი რომ ეს თემა დავიბათ იმიტომ რომ ისტორიულ კონტექსტში უყურებდით აი ამ პროცესს და არ უყურებდით იმ ვიწრო რაღაცა საინფორმაციო მომენტში ხო ხედავდით რომ ტენდენცია ამისკენ მიდის და ის ვინც ფლობს ტენდენციას შეგრძნება ვისაც ის არის გამარჯვებული დალისი ამბობდა ხო შეიძლება ადამიანები მოატყუო ფაქტებით მაგრამ თუ ადამიანს ესმის ტენდენციები მას ვერ მოატყუებ აი ჩვენ ეს ტენდენციები გვესმოდა და ეხლა აი ეს ყველაფერი რაც არის რატომ დამარცხდნენ ისინი ტენდენციები არ ესმოდათ მათ ეგონათ რომ ეხლა დასავლეთი რაღაცნაირად შემოვიდო და ინტერვენცია მოხდებოდა და დაეხმარებოდა მათ დესანს გადმოსხავდნენ დესანს ხო მშვიდობიანი ბომბა არა მართლა ეგრე არის 100% ჯერა რომ მათ მნიშვნელოვანად ესე ჩერგოლიშვილს ჯერა რომ თავდაცვის მინისტრი ლამაზი ბომბდამშენები რომ ირანი რომ დაბომბეს ხო იცი საქართველოსიც ნატრულობდნენ აი ამაში 100%-იანი დაწვა რომ დაებომბა საქართველოს შალო მარტო ჩვენ მოხდებოდა არა მოდი რა ხალხსაც იმიტომ რომ ეს ხალხი არ გამოდის ქუჩაში არ გამოდის ეს ხალხი ამიტომ უნდა ხო აქ თავარი ესეთი მომენტი არის ის რომ ტენდენცია რა ტენდენციებიც ჩვენ დავიწყეთ მისი გაანალიზება და გამოვლენა ხო დღემდე გრძელდება და დღემდე იქითკენ მიდის რომ ვიღაცას შეიძლება არ მოწონდეს ეს ვიღაცას შეიძლება მიაჩნდეს ეს რეგრესად მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა სამყარო ხდება მრავალპოლუსიანი აღარ არის ეს ერთპოლუსიანი სამყარო და შესაბამისად საქართველოს ვეღარ არა მარტო საქართველოს არამედ სხვა ქვეყნების ვეღარ ჩამოეკიდებიან ერთ პოლუსს ვერ ჩამოეკიდებიან მე საერთოდ აი თავიდან სურათი დავიწყებ მე პირველ რიგში შევახსენოთ მაინც ვინ რა ხალხი ლაპარაკობს მაგალითად ეს ის კლასტერია რომელიც მიშას ტაშუ უკრავდა იმ მიშას რომელიც ომის მერე ხდებოდა და იქ დიდი სტუმართმოყვარეობით ხდებოდა ხო არა დემეციით გიკვდებათ კი არა მე იმას ვიხსენებ რომ რუს ტურისტებს ხდებოდა ომის 9-8-ში ეს ქათამაძე რომელიც ღეროდა და ნუ ეხა ეგ ასაგებია მე უბრალოდ რაც მომწონს ის არის რომ რეალურად რაღაცა პერიოდის განმავლობაში მართლა ხდებოდა ისე რომ საზოგადოების დიდი ნაწილი და ხელისუფლების ნაწილსაც რაღაცნაირი კომპლექსი ჰქონდა რომ თითქოს აი არ შეიძლება სხვა გარდა დასავლეთისა ყურება ძალიან სწორია ძალიან კარგია ბევრი კიდე გაბედული ნაბიჯი არის გადასადგმელი დიპლომატიის მიმართულებით და ნუ ახლა ის რომ ხა პუტინთან ერთად ოთახში დაждდომა გასაგებია კი ყველანაირ მესიჯები სწორი იყო მაგრამ საერთოდ დიპლომატია არის რომ წერს და მოწინააღმდეგესთან ლაპარაკის ხელოვნება თორ ძმაკაცები სახინკლეში მიდიან და რესტორანში მიდიან ხო ანუ ეს ცხადია უნდა გვახსოვდეს ასევე რაც შეეხება დასავლეთს ხო ნუ ჩვენ დავინახეთ ეს ტენდენცია რაც ხდება ეს არის მისი დაღმასვლა დასუსტება და აბსოლუტურად რაც არის მრავალპოლუსიანი სამყარო იბადება და საქართველოს რეალურად ეს არის ევოლუციის კანონი ისტორიის და გეოპოლიტიკის სცენაზე survival of the fittest ანუ ვინც არის ყველაზე მორგებული გადარჩება ის და გადარჩენა ხშირ პოლიტიკაში შეიძლება არა უშუალოდ ეგზისტენციალური გადარჩენა იყოს მაგრამ მათ შორის ესეც არის უკრაინას ეგარი არამედ ანუ რეალურად პოლიტიკური ძალა ის იქნება მართველი ვინც მიხვდება რა არის სწორი რა არის არასწორი ხა რაღაცა პრინციპები ცხადია საერთოდ ხა ქართული ოცნება ჰუმანური ძალა იყო მთელი ამ წლების განმავლობაში მაგრამ და ეს ვითარდება ხო და ამას გეოპოლიტიკური შეფერილობა ეძლევა სწორად გაბედულების ხარისხის იწევა და რაზეც მართლა ჩვენ საუბრობთ ამ წლების განმავლობაში რეალურად ხდება ის რომ აი ეს გეოპოლიტიკური ვექტორი ხდება მრავალფეროვანი და ქართული სახელმწიფო ძალიან ყოჩაღად ამ საგარეო ვექტორზე ოპერირებს და მე მგონია რომ კიდევ და კიდევ ესე უნდა გაგრძელდეს. ზოგადად ეს ლიბერალური კულტურული ღირებულებები რა. ეს ისე იმიტომ კი არ ვაკრიტიკებდით რომ უბრალოდ რაღაც გემოვნების საკითხია. უბრალოდ ეს არის ყდომის ნიშანია. ეს არ არის უბრალოდ ის რა. სიკვდილის კულტურა. გემოვნების ამბავი არ არის. ეს არ არის უბრალოდ ის რომ არ მოგწონს. შეიძლება ბევრი რაღაცა არ მომწონდეს იქით აქეთ მაგრამ როდესაც სიკვდილის რაღაც ნიშანი შენ საზოგადოებაში ხდება, უბრალოდ არასიტყვის უნარიანი ხდება საზოგადოება. ამიტომ არ მოგწონდა ეს. ეს იყო ჩვენ ამ შემთხვევაში სიოთხის სახელით საუბრობდით ეს. რა თქმა უნდა, ხო. ჯერ მოდი იმ ხალხს გავცეთ პასუხი წეგან რომ დაიწყე ესე იგი შალვა რაღაცა სასწაულები მე არ ვიცი წარმოუდგენელი რაღაცებს წერენ და სიგიჟე ეს სულ მიჩდება ხოლმე რაღაცა ხალხი დიდი შეგრძნება რომ
საქართველოსთვის ნამდვილად ბევრია მაგდენი რაღაცა რა დავარქვა. არ ვიცით ჩვენ რესტს რო გავაკეთებთ. მაშინ ვნახავთ რამდენია. მოკლედ საქართველოსთვის ბევრია ამ პატარა ქვეყნისთვის რეესტრის ხალხი ამ რაოდენობით. ნამდვილად ბევრია და ერთი რაღაცა დემოკრატიის უკუსლაზე და რაღაცა ტირანიაზე ლაპარაკობენ და ეს ხალხი თან რა და გერმანიის მაგალითს შევახსენებ რომ მერცმა 5000 გერმანელს უჩივლა სასამართლოში შეურაცხყოფისათვის და იქ ეგრე კი არ იგინებოდნენ და იწევლებოდნენ. არა, კაცო, აკრიტიკებდა რაღაცა, ხო, გააკრიტიკონ და 5000 ადამიანის მიმართ მიმდინარეობს სარჩელი სასამართლოში. მეც საქმე არა აქვს. ერს უჩივლა რა. წარმოიდგინე რა. ხო და აქ როგორი ლანძღებიან, იგინებიან, ანუ იმის გამო რომ თურმე რაღაცა ერთ პლანეტაზე რო ცხოვრობთ იმასთან რა, პუტინთან და ის ხალხი არიან ეხა ამ თემაზე გადასვლა რაღაც დროის კარგვასავით არის ყველა მიცის საზოგადოებამ ხო მაგრამ ხედა ლოცვილებო სააკაშვილის ხარდამჭერები რო ხარ და პუტინთან რო წეღარ ვამოვდი პუტინთან შეხვედრაზე რო დადიოდა და მე რო გამოაცხადა იმის გარდა კიდე 17 ჯერა ვარო შეხვედრილიო თუ რაღაც ჩუმათო არა მაგის გარდა კიდე ჩუმათ ხდებოდიო კაცო და რაღაცებს ვაკეთებდი და ლაპარაკობდით და იმისთვის შეიძლებოდა პუტინთან ლაპარაკი და სხვისთვის რატო არ შეიძლება რა ის მიშაა კაცო ხო და ეხლა ამათ ესეთი მოკლე პასუხი რო გავს მაგაზე დროის კარგვა ნამდვილად არღის უყურეთ რა შეასახმე პატრიოტულ საზოგადოებაა შარშანდელთან შედარებით საქართველოს ბიუჯეტი გაიზარდა 3 მილიარდი ლარით შარშანდელთან შედარებით ну ბიუჯეტი აგერ 3 მილიარდი შარშანდე ძალიან მაგარი იმიტომ რომ ერთი წლის განმავლობაში 3 მილიარდი ლარით გაიზარდა იმ ფონზე როდესაც რაც ხდება ხო აი მაქსიმალურად ცდილობენ ევრობიუროკრატია და ეს რეესტრის ხალხი და ეს რაღაც აგენტურა რომ ყველანაირად ხელი შეეშალონ და საერთაშორისო ასპარეზზე გაფუჭდეს საქართველოსი და რა თქმა უნდა რაღაცა ხელისუფლების იმიჯი დაინგრეს და დაიქცეს. რომ ეკონომიკური განვითარება არ მოხდეს, ხო? ვიცით სადაც ურტყავენ კაცო, ჰესია სადაც რაღაცა დაანონსდება რომ რაღაცა ეკონომიკა შეიძლება გააძლიეროს, იმენს ურტყავენ და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ ეს რომ არ ხდებოდეს, რა იქნებოდა. და ესეც რომ გაგრძელდეს, ხალხო, ესეც რომ გაგრძელდეს. რამადენი 2030 წლამდე დარჩენილია 5 წელი, ხო? ხო ისია. 3 მილიარდით რო გაიზარდოს, 15 მილიარდით გაიზრდება ამ 5 წელიწადში ბიუჯეტი და 50 მილიარდს დაარტყავს ჩვენი ბიუჯეტი. ჩვენი ბიუჯეტი. ეს ყველაზე პესიმისტური ეს გეუბნები, აი რაც ხდებოდა ხე, შართან ჩვენ რაც ნახეთ, ხო, ახლა მეტი რა. ყევები ერთი ამბავი. უნდა დაგმართონ, ხო? ინტერვენციის გაკეთება. დანარჩენი არ დაგვაკლეს არაფერი, ხო? ხო და წარმოიდგინეთ რომ ეს რისი დამსახურებაა, კაცო? ეს ვისი დამსახურებაა? ანუ ბიუჯეტი რო იზრდება, კეთილდღეობა საზოგადოებისა ხო იზრდება. გინდა თუ არ გინდა, რაც არ უნდა იძახონ ახლა ამათმა რომ ეგ იმის ჯიბეში მიდის, ამის ჯიბეში მიდის. იქ სოციალური ხარჯები რო იზრდება და რო ხედავ ბრმადაყური თუ არა. პირველ რიგში. ხო, სოციალური რო იზრდება და ჯანდაცვა და განათლების რეფორმა და ასე შემდეგ. ხო, უფასო განათლება. მილიარდები რო დაემატა და ყოველ წელს ხელფასები რო იზრდება. კი არავინ არ ამბობს რომ რაღაცა ქვეყანა ყვავის. პოლიციელებს რო იზრდება. გინდა არ გინდა ძმო რა გინდა კაც ქვეყანა ხო არ ჩამორჩება, გაჩერებული ხო არ არის ეკონომიკა, რომ წინ მიდის და ნახტომებით მიდის, ხო? ხო და ზუსტად მაგაშია საქმე. ეს არ უნდათ. არ ჭირდებათ. ეხლა რაც შეეხება და არ დაგავიწყდეთ, რომ შარშანდელთან შედარებით მესამე კვარტალში პირდაპირ უცხოური ინვესტიციები გაორმაგდა და რაც თავარი არის ის თქმა წმინდა პირველ ადგილზე არის შეერთებული შტატები. ჩვენთან რა ქნეს რა ფული ჩა ინვესტიციებში ჩაიდო ფული სხვადასხვა ტექნოლოგიურიც არის სამშენებლო ანუ ევროპული ქვეყნები არის და მათ შორის ლიდერობს შეერთებული შტატები პირდაპირ ანუ შარშანდელთან შედარებით ანუ კი მაგაზე შეიძლება ლაპარაკი მაგრამ ბევრი დრო შეიძლება წევს გადანაწილებულია ეს ყველა შეიძლება საქართველოს მოქალაქე რომელიც ამავე დროს ამერიკის მოქალაქეა იმან ჩადო. ნუ უკვე კარგია. არა, მაგდენს როგორ ჩადენდა კაცო? ჩინელი სხვათა შორის პირველი ინვესტორები ჩინელი ამერიკელები. ეხლა მიგიტყვით ახლა რამდენად შედება? 550 მილიონია. ხო. ანუ შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტი. ანუ შარშან თუ იყო თქვა 260. საინტერესოა ძალიან. ეხლა არ ხო მაგას ეხლა ქართველი და რაღაც მაგდენს არ ამგონია მაგდენი თავი მოება. ნუ რა თქმა უნდა დიდი პროცენტი არის შეერთებული შტატების. კარგია. ეხლა
იმიტომ რომ იმ ხალხმა ამერიკელებმა და სხვა ქვეყნებმაც დაინახეს რომ აქ არის სტაბილური და ზოგადად შეიცვალა ბიზნესისადმი ტრამპის მერე რა. სტაბილური ტრამპის მერე შეიცვალა ბიზნესისადმი დამოკიდებულება, ხო? არა, ეს ერთი ძალიან. ამერიკის გარდა სხვა ქვეყნების ხო, მაგას ვამბობ, რომ სხვა ქვეყნები. ის არ ითვლება ის 6 მილიარდ რაღაც არა, ეს საკეთ თემაა. იმ განაცხადმაც უკვე თავისი საქმე გააკეთა, მაგრამ მოდი მაგას დავიდავანებო. ანუ ხედავენ ეს ქვეყნები, რომ და იმედია კიდე რომ კიდევ გაიზრდება, ანუ რაღაცა ამას კომპეტენტური ხალხი ამოსვეს კიდევ გაიზრდება. ქვეყანა არის სტაბილური, ქვეყანა ვითარდება და ყველა ხედავს ახლა ის ინვესტორი გიჟი ხო არ არის რა. პირველ რიგში გიჟი არ არის. ხო, პირველ რიგში. პირველ რიგში? ხო, მართალია. ისინი ხედავენ არის შემოდიან რომ რაციონალური პოლიტიკა აქვს მას ჩვენ სწავლობას, საზოგადოება მხარს უჭერს და სტაბილურია ეს ყველაფერი. ეხლა ჩვენი ასე ვთქვათ, ის რომ გავამყაროთ რაღაცა თქვენი ნარატივი არ და მოსაზრება დავარქვათ ამას. უყურეთ ჩვენ რაღაცას ვლაპარაკობდით და ესე მოხდა, ახდა და რა თქმა უნდა, ერთი არაფერი შეგვშლია, ხედავდით რეალობა, რაც იყო, რეალობის აღქმის უნარი გვაქვს აქ ყველას, ვიზივართ და ვლაპარაკობდით იმაზე, რა იყო რეალური. ისიც გჯეროდა, მოდი ესე. რა თქმა უნდა, გულწრფელად და. ეხლა უყურე რა მოხდა, ის კი არა რომ დადასტურდა. თქვა, აი ნახე რაღაცა რა ხდება უკრაინაში, იქ ევროპაში და რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით ევროპასთან მიმართებაში და რასთან დაკავშირებითაც ყველაზე ცუდად იქცეოდნენ საქართველოში და ყველაფერი ხელის გულზე იდო, კი არ დაემართათ ერთი ეკას. შეერთებულმა შტატებმა ის უკნა. ეს ყველაფერი ჩაწერა უსაფრთხოების დოქტრინაში. პირდაპირ ჩაწერა. გუგინის დაწერილი დოქტრინა დოქტრინა შეადგინა 2025 წლის უსაფრთხოების და სიტყვით გადაიტანა ის რასაც ლაპარაკობდით ჩვენ. ევროპის დაცემა, გადაცემები გვაქვს მარტო ევროპის და ისი ევრობიუროკრატია. აჩქარად ფოქსი ვარ. საღო გონია რომ მართლა ჩვენ გვიყურებს. ხო, ოკეანის გაღმა რა თქმა უნდა ეს ხუმრობა, მაგრამ მოდით არა რა, ხუმრობა გავიგება. დაწერია ევროპასთან მიმართებაში და თქვათ რომ იყო რა ეს ესე. პირდაპირ უწერიათ რომ თქვენ დაიღუპებით თქვენთან დემოკრატია უკან მიდის, რასაც ჩვენ გვაქვს. ეკონომიკაზე ლაპარაკობენ, მიგრანტებზე. მიგრანტებთან დაკავშირებით ესე გააგრძელებთ და უახლოს პერიოდში სიტყვის თავისუფლებაზე. სიტყვის თავისუფლებაზე. მასკი გაგიჟებულია. რა თქმა უნდა, ბიუროკრატიასთან დაკავშირებით, რომ ეს ბიუროკრატია დაღუპავს და ჩვენ ვითარამშრომლობთ მხოლოდ და ქვეყნებთან. იმათ ვაფშე არ ხარდაჭერა უნდა გამოუცხადოთ და ასევე იქიდან სრულყოფილად არ არის გამოქვეყნებული და გამოიჟონა როგორც ცდილობს მაგალითად შეერთებული შტატები დაშალოს ევროკავშირი. 4 ქვეყანაა ჩამოთვლილი: ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი და იტალია, რომლებიც სურთ რომ ესენი გაიყვანონ ევროკავშირიდან და პირდაპირ კონდეთ თურქეთს. ხარდაჭერას გამოუცხადეთ ისეთ ძალებსო პირდაპირ ამბობენ, რომლებიც არიან მემარჯვენეები, რომლებიც ზრუნავენ მაგალითად ოჯახის სიძლიერეზე, ქვეყნის სუვერენიტეტზე და ასე შემდეგ. რამის ახლა კი არაფერი მოგვიგონია და აუ რა მაგრები არა ლოგიკური იყო ეგან კი ეს არის რესტის ხალხი არ გვეთანხმებოდა ნატოსთან დაკავშირებით პირდაპირ ჩაწერა გეყოფათ დაუსვით წერტილი გაფართოება აღარ გაფართოვდებით ვინ ეკითხება ამერიკას მიღებს თუ საქართველოს ვინ ეკითხება ამბობენ გადამწყვეტი სიტყვა მეკუთვნის რომ მეო და გეყოფათ ეხლა მაგის გაფართოებაზე საუბარი და ფული გადაიხადა თავდაცვად თუ გინდა გავალებოთ თავი ამ ფულის გადახდას ეხლა ჩდება კითხვა რასაც თითქმის ყოველ გადაცემაში 2022 წლის მერე შავი დამკითხავს რა ხდება უკრაინაში რატომ რა ხდება გამაგებინეთ ხო ნატოს გულისთვის იშლება და ნატოში შესვლის გულისთვის დააფციეს დაგუპეს გაჟუჟეს იმდენი ხალხი დღეს ამბობს იგივე ამერიკა რომ დაამთავრეთ რა უკრაინა გაფართოებაზე აღმოსავლეთი ზელენსკის ურტყავს პირდაპირ ხო ის საკითხია მოდი იმას თავი დავანებო მეგობრებო კარგია საუბარი მაგრამ ცოტა ხანი რეკლამასაც უყუროთ